პრემიერ-მინისტრი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში კალათბურთის ხელშეწყობას და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებს, ასევე თბილისში მიმდინარე 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. ხორხე გარბახასო მირაკლი კობახიძეს მასპინძლობის და ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს ნაკრებს კი ევრობასკეტზე წარმატებები უსურვა. თბილისში დაგეგმილი ტურნირი, რომ კალათბურთის პოპულარიზაციას გაზრდის, ეს სტუმართან შეხვედრისას პრეზიდენტმა აღნიშნა. მიხეილ ყაველაშვილმა გარბახოსას საქართველოსთვის ნდობის გამოცხადების და პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო საქართველოში კალათბურთის განვითარებას, უფრო მეტ ხელშეწყობას, ჩვენ ვთხარით მათ თუ რამხელა ხელშეწყობა კალათბურთს მომავალში ავსპირკოთ კალათბურთის განვითარების კუთხით, რადგან ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა ძალიან კმაყოფილი, ამავე დროს როგორც მოგეხსენებათ აგვისტოს თვეში ჩვენი ეროვნული ნაკრები იწყებს ევრობასკეტზე თამაშს, უსულვა წარმატება როგორც ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ამავე დროს ერთ-ერთ საუკეთესო ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს აგვისტოს თვეში.